ჩვენ შემთხვევაში, ანუ სამედიცინო სფეროში ეს შეუძლებელია, რომ ღირსეულად იცხოვრო და ყველაზე დიდი უბედურება კიდე არის ის, რომ თვითონ ჩვენ სამედიცინო პერსონალს არ გვაქვს სამედიცინო დაზღვევა. და ჩვენ რო ელემენტარული კვლევები გვჭირდება, ამისთვის გვჭირდება, რომ თანხა გადავიხადოთ ამ ჩვენი მინიმალური ხელფასებიდან და ფაქტობრივად ვერ ვახერხებთ ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მე ვარ ია ხელაძე, პროფესიით ექთანი, 15 წელია მუშაობ ამ სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შრომა არ არის დაფასებული, მაინც ვერ წავედი ამ პროფესიიდან, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და მინდა რომ შეიცვალოს ელემენტარული პირობები და ელემენტარული ხელფასი, რომ ამ პროფესიაში მინდოდეს მეც და სხვასაც დარჩენა. ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ შრომის უნარიანობა მინდა მქონდეს ისეთი, როგორიც სჭირდება პაციენტს. რა თქმა უნდა, მაწუხებს ხელფასიც და მინდა რომ მქონდეს შესაბამისი ხელფასი, რასაც ვიხარჯები, მაგრამ უპირველესად ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ პაციენტი არის ხშირად უკმაყოფილო, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვასწრებთ მათ ისეთ მოვლას, როგორიც სჭირდებათ მათ. და ეს მარტო მესაც მუშაობ არ არის, ეს არის ყველა კლინიკაში ასე. და საუბრობ იმიტომ ყველა კლინიკაში, რომ ბევრი კოლეგა და ვერ იპოვეთ ერთთანს რომ მუშაობდეს მხოლოდ ერთ სამსახურში ამ ხელფასების გამო და ყველა მუშაობს ორგან-სამგან და ერთმანეთს როცა ვეკონტაქტებით და ვეუბნებით, ყველგან ერთი პრობლემაა, რომ ყველგან არის ბევრი პაციენტი და ცოტა ექთანი. და ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ არის კადრის ნაკლებობა, მაგალითად, რომ ცოტა სწავლობს ამ პროფესიას, არის ყველაზე დიდი ის, რომ თვითონ კლინიკები აკეთებენ ეკონომიას და თვითონ კლინიკები ამცირებენ კადრს. პედიატრიაში მყავდა 12 პაციენტი და არასდროს საყვედური არ მიმიღია, იმიტომ რომ მართლა მთელი გულით ვემსახურები ჩემ პროფესიას, მიყვარს, თორე ამ პროფესიაში ფიზიკურად არ გარჩები. იმდენად შეუსაბამო ხელფასია და შეუსაბამო პირობებია და მივიღე საყვედური, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი ელემენტარული მაგალითად ვერ მოვასწარი ინჰალაცია გამეკეთებინა პაციენტისთვის, როცა მეორე პაციენტს უფრო უჭირდებოდი და ვიყავი იქ და ეს ვერ გაიგო პაციენტმა რომ ჭირდებოდა და არ დაინტერესდა კი არა და მართალიც არის რეალურად ჭირდება, იმიტომა კლინიკაში ჭირდება ხო მომსახურეობა. მაგრამ ვერ მივედი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი მყავდა. და ამ კლინიკიდან მაშინ წამოვედი მე და კოვიდების დროსაც იყო ასე ძალიან ხშირად, რომ მაგალითად ხშირად ჰქონდათ სუნთქვის გაძნელება და ჟანგბადზე იყვნენ დამოკიდებულები და ვიყავი იქ, სადაც უფრო მეტად ჭირდებოდა მეორე პაციენტს, ხო? მაგრამ სხვა პაციენტს ჰქონდა პრეტენზია, რომ მასაც უნდოდა რომ ყოფილიყავით იქ. და ეხლა დღესდღეობისას ძალიან ხშირად არის ესეთი საყვედური, რომ რატო არ ხარ იქ, როცა ჭირდება. ვერ ხარ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ასწრებ, ხარ ერთი და გაქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ხო? და ვერ ასწრებ უბრალოდ. ბევრი ექთანი მიდის, მაგალითად გერმანიაში, მეც მქონდა შემოთავაზება და უბრალოდ მე ვთქვი უარი, იმიტომ რომ ბავშვი ვერ დავტოვე და დედა ვერ დავტოვე. 4000 ევროს თავაზობდნენ ჩემი მომსახურებაში, რასაც მე აქ ვაკეთებ, ოღონდ ბევრად უფრო შემცირებული დატვირთვით. ეხლა მე კლინიკაში მაგალითად მევალება ძალიან ბევრი რამე და იქ მხოლოდ ერთი მიმართულება დამევალებოდა და მექნებოდა 4000 ევრო და მექნებოდა ბევრად უფრო შემცირებული გრაფიკით თან. და ბევრი ექთანი მიდის. და თუ არ შეიცვალა ის პირობები, რა პირობებიც არის ეხლა, ხელფასის მხრივაც და პირობების მხრივაც, ამ პროფესიას უბრალოდ არავინ არ ისწავლის. და ეხლანდელი რეალობა რაც გვაქვს ის, რომ მომავალი ექიმები არიან ექთნების პოსტზე და მალევე გადადიან ისინი ექიმებად ან უმცროსებად და ის კადრი ისევ არის საპოვნელი და ისევ ახალ ექიმებს ვსწავლენ იქ გამოუცდელ კადრს, პაციენტისთვის ძალიან საშიშია.